მოგესალმებით, ონლაინ რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია. გადაცემით გონზონს მიღმა გიბრუნდებით, ყოველ მეორე ხუთშაბათს მე ესმა გუნდელიძე ვარ, მისი წამყვანი. დღეს ცოტა ადრე მოგვიწია ჩართვა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც საინტერესო იქნება და აუცილებლად საინტერესო იქნება. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ საკითხზე, რომელიც არც თუ ისე აქტიურად განიხილება საზოგადოებაში და ჩვენი სტუმარი ახსნის კიდეც თუ რატომ. ჩვენ ვიცით, რომ კონფლიქტებიდან და ოკუპირებული ტერიტორიების ოკუპაციიდან, მათ მიერ დამოუკიდებლობის ეგრეთ წოდებული გამოცხადებიდან წლები გადის, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი იგულისხმება ამ შემთხვევაში. თუმცა რაღაც საზოგადოება ისევ იგივე საკითხებზე მსჯელობს ალბათაც რაზეც წლების წინ, რაღაც სიახლე ამ თემის ირგვლივ თითქოს და არ ჩანს. თუმცა ასე ვთქვათ, რაღაც კადრს უკან, კადრს მიღმა, უფრო მეტი დისკუსია მიმდინარეობს და არის გარკვეული ურთიერთობებიც, განსხვავებული აზრის კონფლიქტის ორ და სხვადასხვა მხარეებს შორის, ქართულ-ოსური დიალოგიც არსებობს, ქართულ-აფხაზურიც, ახალგაზრდების შეხვედრებიც, ნდობის აღდგენის პროექტებიც, თუმცა ამაზე გარკვეული მიზეზების და გამო ნაკლებად ხდება ხოლმე ეს საჯაროდ საუბარი. სწორედ ამიტომ გადავწყვეტეთ დღეს, რომ მოგვეწვია ელიკო ბენდენიანი, მკვლევარი, ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ერთ-ერთი თანამშრომელი. ელიკო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა დღეს, რომ გამონახეთ დრო ჩვენს გადაცემაში დასწრებისთვის. უპირველეს ყოვლისა, თუ შეიძლება რომ გითხრათ, როგორ მიმდინარეობს ხოლმე და რაზეა საუბარი ბავშვებთან, ნდობის აღდგენის პროექტები, ნდობის აღდგენის ღონისძიებები. ვის და ვის შორის მიმდინარეობს, რამდენი ხანია და ზოგადად როგორ ხდება ეს? რა ფორმატებია? მადლობა, ეს თემა წამოწევთ, მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და ამაზე საუბარი და ფაქტ საზოგადოების ჩართულობაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს არის თემა, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეხება, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. ნდობის აღდგენის პროექტები ზოგადად, რა თქმა უნდა, ამბავი სირთულეები გვხვდება ამ მიმართულებით, როცა ვმუშაობ, თუმცა საბედნიერად ამ ეტაპისათვის მაინც არის შესაძლებელი, რომ გარკვეული ურთიერთობები გქონდეს, გარკვეული პროექტები განვახორციელოთ. ჩვენ მიგვაჩნია ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირ კონტაქტის ქონა აფხაზეთში და სამხრეთ-ოსეთში მცხოვრებ ადამიანებთან და ამ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბების, რა მასშტაბებსაც ვისურვებთ, მაგრამ პერიოდულად შესაძლებელია, რომ შევხვდეთ ერთმანეთს სხვადასხვა ფორმატებში და ვისაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რაც ორივე საზოგადოებას გვაწუხებს. მაგალითად, რა თემებზე მიდის ხოლმე საუბარი? რა თქმა უნდა, თემები არის სხვადასხვა შეხვედრის ტიპს გააჩნია, ხშირად ვსაუბრობთ მათ შორის პოლიტიკურ საკითხებზე, სტატუსზე, კავშირ მსხვერპლ მოსახლეობის წინ დგას სირთულეებზე და პრობლემებზე, რომელიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია. ასევე არის თემები, რომლებიც მეტნაკლებად ნეიტრალური, არ არის პოლიტიკური თემები, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს არის გარემოსდაცვითი თემები, ეს არის ახალგაზრდული პრობლემები, განათლება, გადაადგილების შესაძლებლობა, ანუ სხვადასხვა ნეიტრალური თემები, რომლებიც ორივე საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია ასევე, რომ იყოს ამ თემების ირგვლივ გარკვეული ორი მხრივი ჩართულობა და ეს თემები გვაქვს ხოლმე დიალოგის თემებად ვირჩევს პერიოდულად და თემები იცვლება, ანუ შეხვედრების და პროექტებიდან გამომდინარე. და ხელოვანების შეხვედრებით არის რაღაც ერთობლივი და ხატვის და მოხატვის პროექტები და ასე შემდეგ სხვადასხვა ტიპის პროექტები არის ხოლმე კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის ძალიან მარტივი და ბევრი სირთულეებია განსაკუთრებით ოსური მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ ოსეთში მარისამთავრობო ორგანიზაციები თითქმის აღარ არის და ბოლო პერიოდში ორმა ორგანიზაციამ ლიკვიდაციაც კი გამოაცხადა, ამიტომ აი მათი ჩართულობა არ არის ესეთი მარტივი და გჭირდება ყოველთვის მესამე ნეიტრალური ქვეყანა, ნეიტრალური პარტნიორი, ვინც ამ შეხვედრას მხარს დაუჭერს. ჩვენი კოლეგების მხრიდანაც ეს გარკვეული სითამამეს მოითხოვს, რომ მსგავს შეხვედრებში მონაწილეობა მიიღოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ თუ დღეს საქართველოში ნამდვილად ყველა ხვდებით, რომ მნიშვნელოვანია ესეთი დიალოგები, კონფლიქტურ რეგიონებში ამას ვერ ხვდება, ამას საზოგადოებას სხვანაირად აღიქვამს, ამიტომ ამ ადამიანებსაც უწევთ აი ეს ინფორმაცია არ ხდება ყველაფერი, რაღაც კონფიდენციალურადაც შევინარჩუნოთ და მოხდეთ ამ პროცესში ვარ. ანუ ქართველებთან ერთად რაღაც პროექტში მონაწილეობის მიღება, თუნდაც
რომელიმე ევროპულ ქვეყანაში წასვლა შეიძლება მისი მხრიდან, მისი საზოგადოების გარემოსთვის მხრიდან, ვთქვათ, ოსის ან აფხაზის კრიტიკის საგანი გახდეს და რაღაც ამიცი დაიგმოს ეს მისი საქციელი. კი, და მსგავსი არაერთი შემთხვევა ყოფილა, ამიტომ რომ ხედავთ, რომ ზამთრად ამაზე ხმამაღლა არსებობენ განსაკუთრებით მედიით და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სახელმწიფოები არ გავაჟღეროთ იმ ადამიანების, ვინც ამ შეხვედრებზე არიან, რადგან არც აფხაზეთშიც და ოსეთშიც საზოგადოება ხშირად ორმხრივ დიალოგს განსაკუთრებით ფიქრობენ, რომ არ არის საჭირო, რისთვის გჭირდება და ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები არის ამ მიმართულებით. რომ დათმობაზე არ წავიდეთ. კი, თუმცა მე მგონია, რომ ის აქცენტულები არის, როგორც დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ასევე სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს დიალოგები მნიშვნელოვანია და ესე იგი ეს პოლიტმართულება და ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა ვიყოთ და ვიმუშაოთ. ამაზე ჩაგეკითხები, უფრო რა არის, ანუ საზოგადოების მხრიდან დაგმობა თუ უფრო საფრთხეების სამსახურების და ასე შემდეგ მხრიდან დევნის შიში არის ხოლმე? პირდაპირ საფრთხეების სამსახურების შიშნა ასე არ დაფიქსირებენ բոլოდები ჩვენი კოლეგები, თუმცა ჩვენ ვხედავთ სოციალურ სფეროებში ხშირად ყოფილან ესენი ობიექტი გარკვეული ესეთი აგრესიის და კომენტარები და მოღალატეებად შერაცხვა და ასე შემდეგ, ხო? ასეთი შემთხვევები ბევრი ყოფილა და მათი მონაყოლიდანაც ეს იკვეთება, რომ აფხაზეთში და ოსეთში არ არის ისეთი მიღებული, რა თქმა უნდა არის და იციან, რომ ის შეხვედრები არის, თუმცა ეს საზოგადოების მხრიდან ვერ გებულობენ, რატო არის ეს საჭირო თითქოს და ეს წინააღმდეგობები, რა თქმა უნდა, ამ გზაზე ძალიან ბევრი აქვს ამ ადამიანებს, ვინც ამ დიალოგის პროცესში არიან ჩართული. თუმცა ამავდროულად ინტერესიც არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ჩვენთვის. არიან ადამიანები, ვისთან თანამშრომლობა შეიძლება, ვისაც კარგად ესმის, რომ მნიშვნელოვანია დავიწყოთ საუბარი, ვისაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, საკმაოდ ღიად საუბრობენ ისინი ჩვენთან, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით ჩვენთვის და ის, რომ ჩვენ გვაქვს გარკვეული კონტაქტები, ესა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სამწუხაროდ პირდაპირი კონტაქტების შესაძლებლობა ისე სხვადასხვა პროექტების გარეშე რთულია. არის, რა თქმა უნდა, ეთური შემთხვევები ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჩამოდიან ადამიანები და მათ ხვდებით ასევე ერთეული შემთხვევები, როცა ადამიანები ხვდებიან ესეთი კერძო შეხვედრების დროს, თუმცა მსგავსი შეხვედრები უფრო სხვა გარემოსულ ზონაყოფს დისკუსიისთვის, დიალოგისთვის, სადაც სხვადასხვა თემებს ხსნით, საუბრობთ პრობლემებზე, გამოსავალს ვეძებთ და ეს არის ნამდვილად კარგი შესაძლებლობა. შინახსენებ, რომ გვაქვს ორი კონფლიქტური ზონა, ვიცით, ხო? არის რეგიონი და აფხაზეთი, მაგრამ ჩვენ თქვი რომ ცხინვალიდან ოსების ჩამოყვანა და ოსებთან დიალოგი კიდევ უფრო რთულია და რატომ არის, რა განსხვავება არის ამ ორ კონფლიქტურ რეგიონს შორის ამ შემთხვევაში? ჩვენ ხშირად ქართულ საზოგადოებაში თითქოს არ ვსაუბრობთ ამაზე და რაღაც ერთ კონტექსტში განვიხილავთ აფხაზეთს და სოხუმში და ცხინვალში არსებულ ვითარებას, რა თქმა უნდა, განსხვავებები გვხვდება. აფხაზეთში მეტნაკლებად არასამთავრობო ორგანიზაციები საკმაოდ ძლიერები არიან, ისინი ცდილობენ რომ რაღაცები გააკეთონ და თვითმყოფადები იყვნენ. სამხრეთ ოსეთში სამწუხაროდ ეს არ არის ამ ეტაპზე და ჩვენ ასე როგორც უკვე აღვნიშნე, იქ არ არის სამთავრობო ორგანიზაციებთან, ამით კონკრეტულ პირებთან თანამშრომლობთ. ამასთანავე ძალიან დიდია მიგრაცია და ეს მუდმივად მაცხოვრებელთა რაოდენობა სამხრეთ ოსეთში ძალიან მცირე არის და ისინი უფრო ბევრ წინააღმდეგობებს აწყდებიან და უფრო უჭირთ მათი პოზიციების დაცვა. აფხაზეთიდან განსხვავებით, აფხაზები უფრო ცდილობენ და ამ მიმართულებით აქტიურები იყვნენ და რაღაცნაირად სამოქალაქო საზოგადოება საკმაოდ ძლიერია, რაც მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში მათ პიროსად შეიძლება ჩაითვალოს. მე პირველად გავიგე, რომ ესეთი დიალოგი მიმდინარეობს დაახლოებით ალბათ მეორე კურსზე როცა ვიყავ, სადაც 4-5 წლის წინ, როდესაც ერთ-ერთ კონფერენციაზე გვინდოდა ასევე ერთ-ერთი პროგრამის აფხაზი მონაწილეების ჩართვაც, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. და ეს როდესაც მოვყევი უნივერსიტეტში, თქვეს, რომ ზოგადად აფხაზები ერთვებიანო, მაგრამ ეს უფრო არასაჯარო ვითარებაში ხდებაო და არა ესე ამხელ კონფერენციებზე და ასე შემდეგ. და შემდეგ როდესაც მე ჩავერთე ამ პროექტებში, ნახე, რომ თუნდაც ერთობლივი ფოტოს გადაღებისაც კი ძალიან ბევრი ერიდება
და მით უმეტეს თუ დავუშვათ ვიღაცამ გამოაქორნა ეს ფოტო, მე არის ხოლმე თხოვნა რომ წაიშალოს რომ რაღაც დამადასტურებელი საბუთივით არ იყოს ამ შეხვედრების ამსახველი. საინტერესო არის ელიკო, ვინ ხდება ხოლმე ერთმანეთს, ეს რიგითი მოქალაქეები არიან, მმართველი ელიტები, მთავრობის საჯარო მოხელეები თუ რა კატეგორიის ადამიანები ძირითადად? თავიდან მეცაი ახალგაზრდები ალბათ მოხდეს ზოგადად ამ პროცესში და რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს დიალოგის ფორმატები არის საკმაოდ ლიმიტირებული და არ არის ესეთი ფართო მასებისთვის შესაძლებელი რომ ჩაერთონ და საქართველოში სხვა ერთეულებს ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღონ მსგავს შეხვედრებში შეხვდნენ თუ განსაკუთრებით ახალგაზრდების შეხვდნენ მათ თანატოლებს. ამ შემთხვევაში ჩვენთან მაინც ჩემი დაკვირვებით არის უფრო ფართო სხვადასხვა საზოგადოების ჯგუფის წარმომადგენლები ამ დიალოგში. არიან სტუდენტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის და ასე შემდეგ. აფხაზური და ოსური საზოგადოება ისედაც ძალიან პატარაა და ჩაგეფილია და ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან ხშირად ერთ და იგივე ადამიანები გვხვდებიან ამ შეხვედრებსა და თვითონ აფხაზებისგანაც გამიგია რომ ეს უფრო რაღაცა ელიტური შეხვედრები არის და ასე ელიტებს ეძლევათ უფრო შესაძლებლობა, თუმცა მე ბევრ დიალოგში მომიღია მონაწილეობა და ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ბევრ ადამიანს შევხვედრა. თუმცა მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტილი წრე არის ალბათ ბევრი სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ თვითონ ორგანიზაციები, ვინც არიან ორგანიზატორები მათი მხრიდან, მათაც ალბათ დობის ფაქტორი უნდა ჰქონდეთ მონაწილეების მიმართ, ვინც მიხართ, რომ ამ ინფორმაცია არ გაჟონოს თუ არ მოხდეს ამაზე შემდეგ საუბარი, სხვადასხვა მიზეზები შეიძლება იყოს. თუმცა ყველა ჯგუფი ჩართულია და ეს არ არის ელიტური შეხვედრები, რა თქმა უნდა, ალბათ არის რაღაც დოზით, თუმცა რაც უფრო მეტი ფორმატია, მით უფრო მეტი ადამიანის ჩართვის შესაძლებლობა არის. დღესდღეობით ვერტყოთ ძალიან ბევრია, მაგრამ არის სხვადასხვა ფორმატი, სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით და ყველა ორგანიზაცია სხვადასხვა ჯგუფებს რთავს და ეს კარგი არის მრავალფეროვნებისთვის. თუმცა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საზოგადოების შიგნით ვიმუშაოთ, რომ მრავალფეროვანი გავხატოთ ჩვენ ჯგუფი და ასევე პარტნიორებისგანაც ანალოგიურად რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ გავაფართოვოთ იმ ადამიანები, ვინც ჩართული არიან ამ პროცესში. თუნდაც უცხოენების ცოდნაც ქართულ საზოგადოებაში უფრო ფართოდ არის გავრცელებული, შეიძლება არც იყვება ძალიან პრივილეგირებული წრის წარმომადგენელი, მაგრამ მაინც ფლობდა ინგლისურ ენას და ასე შემდეგ ევროპულ ქვეყანაში წასასვლელად რაც შეიძლება დაგჭირდეს. მაშინ როცა აფხაზურ საზოგადოებაში ეს უფრო მართლაც რომ ძალიან ელიტური წრიდან უნდა იყო, რომ უცხო ენას ფლობდა, ამ შემთხვევაში ევროპულ ენას განსაკუთრებით. დაუსრულის ორ თემატიკაში ეს არის კიდევ უფრო მწვავედ, როცა ინგლისურს ეხება საუბარი, თუმცა ენა ზოგადად პრობლემაა, იმიტომ რომ აფხაზეთში და ოსეთში რუსული ენა არის საკომუნიკაციო ენა. ჩვენთან რუსული ენა უფრო ნაკლებად იციან ადამიანებმა, როცა მათ ინგლისური ნაკლებად იციან, ასე რომ საკომუნიკაციო ენის ენა რა უნდა იყოს ჩვენ შორის ეს პრობლემა არის და რაც დრო გადის ეს პრობლემა უფრო და უფრო ყვეითად თვალსაჩინო ხდება, კი ბატონო. კი, აი ბარიერებზე გადავედით და აი ძალიან საინტერესო არის სიცოცხლეში, ხო, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. აი შეხვდნენ, ჩამოვიდნენ ერთ-ერთ ქალაქში, თქვა ქართველი და აფხაზი ახალგაზრდები და შემდეგ რა, როგორ მიდის ეს კომუნიკაცია, როგორია ხოლმე ეს განწყობები და ასე შემდეგ. ჩემი განმავლობით სხვადასხვა შეხვედრის დროს ეს ყოველთვის სხვადასხვანაირად ხდება. პირველი შეხვედრა, რომელშიც მე მონაწილეობა მიიღე, მახსოვს, რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული შეხვედრა, მათ შორის ასაც კი მე მონაწილეობა მიიღე, იმიტომ რომ უფრო პოლიტიკურ და მწვავე თემებზე საუბრობთ და ცხარე კამათი ჰქონდა, ცხარე დისკუსია ჰქონდა და ამ ყოველდღიურ ემოციების გარეშე არ ჩაიარა. თუმცა არის შეხვედრები, როცა უფრო ნეიტრალურ თემებზე ვსაუბრობთ, ისეთ თემებზე, რომელიც ორივე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, აქ უფრო მარტივი არის, რომ რაღაცა პრაგმატულად ვისაუბროთ. ყოველ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ქართველი მონაწილეები ყოველთვის უფრო მშვიდობ უფრო პოზიტიურად არიან განწყობილები, იქ ძლიერი პროპაგანდა და ამიტომ ადამიანები, რომლებიც მოდიან, არასდროს არ ქონიათ შესაძლებლობა, რომ ქართველებთან ურთიერთობა გქონოდათ და
მათთვის აღმოჩენაც კი არის, როცა ხედავენ ქართველებს, რომლებიც რაღაცა არ არიან თულად განწყობილი მათ მიმართ და მე მქონია შემთხვევები, როცა უთქვიათ, რომ აი თქვენ არ ხართ ესეთები და ისინი ვინ არიან, ვინც ინტერნეტში წერენ, რომ თქვენს თავებს თავის მოგაჭრით და სისხლს დაუდგათ განწყობის ადამიანები. ანუ ესეც აქვთ ხოლმე რა, ესეთ შემთხვევებიც მქონია, რომ აი თუ სულ 2 თვის წინ შეხვედრაზე ვიყავი და ერთ-ერთი მონაწილე ბოლოს რომ მშვიდობებოდის თქვა, რომ მოვიდოდიო ძალიან მეშინოდაო ფიქრობდიო, რომ რაღაცა არ დამიშავა ქართველებმა. ყველი არ გამიჭრავს ხა ესეთი თქვენ. ჩემთვის ეს იმდენად ჩემთვისაც კი მიხედავს რომ მრავალი წელია ჩართული ვარ, მოულოდნელი იყო მისი ეს მოლოდინი ჩვენთან შეხვედრით, ეს კიდე კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდას, იმ გაუცხოებას, რაც ჩვენ შორის არის. თუმცა კარგია, რომ აი ამ დიალოგების შემდეგ ეს იცვლება ეს დამოკიდებულება და ისინი ხედავენ, რომ ჩვენ ნამდვილად არ ვართ ესე განწყობილი. და მნიშვნელოვანია, რომ ნამდვილად ეს გავანახოთ და საერთოდ ვეძებოთ ერთმანეთთან და სირთულეებზე საუბრობთ, ძალიან ბევრი სირთულეა. ამ შეხვედრების შემდეგ, რა თქმა უნდა, ყველა საზოგადოებაში ჩდება კითხვა, რომ ხვდებით და მე რა შედეგი გაქვთ, რამდენი წელია შევხვდით, ნახეთ ერთმანეთი რავი ევროპაში სადღაც და რა შედეგია გარდა იმისა, რომ რაღაც კაი ქვეყანა ნახეთ ამის შემდეგ. ჩვენი აზრით შედეგი არის თუნდაც ის, რომ ადამიანები იცნობენ ერთმანეთს, თუნდაც ერთი ადამიანი გავიბიჭდება ისეთი ცხოვრების, რომელსაც ინფორმაცია შეგიძლია გაცვალო და მიიღო, ესეც უდიდესი შედეგია. სხვა რაღაცებზე რო არ ვესაუბრო, რაც ასევე ხშირად ხმამაღლა არ საუბრობთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ურთიერთობებში. და აი საინტერესოა, რა კითხვებს ვამენ ხოლმე, მაგალითად აფხაზები, აი საქართველოსთან მიმართებაში, ან პირიქით, ხო, ქართველები აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე, აი იმიტომ რომ მე ვიცი, რომ გაუცხოება პრინციპში ქართული მხრიდანაც მოდის, ჩვენც არ ვართ ისე გათვითცნობიერებულები იმის შესახებ, თუ რა ხდება მაგალითად იქით, ხო, თქვა სოხუმში და ცხინვალში. და აი ესეც ძალიან საინტერესო არის, რა ხდება მიმართებით. და რამდენად აინტერესებთ მაგალითად აი თბილისში მიმდინარე მოვლენები, რამდენად ადევნებენ თვალყურს თქვენი გამოცდილებით. ესეც განსხვავებულია ჩემი გამოცდილებით. აინტერესებთ ნამდვილად და ძალიან გეკითხავს რომ და ძალიან ბევრი ამას იციან და ხშირად ჩვენთვის მოულოდნელიც კი იყოს დეტალები იციან გარკვეულ საკითხებზე, თუმცა რა თქმა უნდა მათთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო ეს არის რუსული არხები და რუსული საინფორმაციო საშუალებები, რადგან რუსულენოვანია ეს გადაცემები და შესაბამისად ეს გავლენა იგრძნობა. ჩვენი მხრიდან ინფორმაცია რა თქმა უნდა ძალიან ცოტა გვაქვს და ჩვენ ზოგადად სხვადასხვანაირი აღქმები გვაქვს თვითონ პროცესის მიმართაც. ქართული საზოგადოებისთვის ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც რუსეთი ახორციელებს სრულ კონტროლს, მათთვის რუსეთი არის არა ისინი თავს აღიქვამენ არა როგორც რაღაც ოკუპირებულ ტერიტორიას, არამედ როგორც დამოუკიდებელ ქვეყნის წარმომადგენლებს და აი აქვე უკვე განსხვავებები აქვე პირველსავე შეხვედრაზე და პირველსავე საუბარზე იკვეთება, რომ ჩვენ სრულიად ერთმანეთის შესახებ სხვადასხვანაირი ინფორმაცია გვაქვს, დამოკიდებულებები სხვადასხვანაირი გვაქვს და რა თქმა უნდა ეს სირთულეები არის, რაც ჩვენს ურთიერთობებში გვაქვს. ის ადამიანები, ვინც დიალოგის პროცესში შეღებულობენ მონაწილეობას, მათი ინფორმირებულობა ზოგადად მაღალია, თუმცა მე სულ მინდა ხოლმე და ასევე მოვიყვანო მაგალითები არა მხოლოდ დიალოგის პროცესიდან, არამედ რიგითი ადამიანებისგან და აი განსაკუთრებით ჯანდაცვის პროგრამით რო ჩამოდიან ბევრი შემთხვევები, თუმცა ადამიანები გაუცებულები არიან დამოკიდებულებებით, რომლებსაც აქ ხედავენ არის აი ელემენტარული რაღაცები, რაც არ იციან მაგალითად ჩემი პარიფერიული მაგალითად მოვიყვანო ერთი ადამიანი მეკითხებოდა, რომ თქვენ ავტობი გაქვთ საქართველოშიო, ბევრია და არა და რო გითხარ რატო იფიქრა ესე თქვა რომ აბა ეს ავტობანი როგორ ააშენეთ, აი ხაზე ავტობანი რო დაინახა, იფიქრა რომ ესე იგი რაღაც დაუკვირდა. ანუ მსგავსი ძალიან საყოფაცხოვრებო საკითხებში არის ძალიან ბევრი, როცა ხვდები რომ რიგით ადამიანებმა ინფორმაცია არ იციან იმის შესახებ თუ რა ხდება მეორე მხარეს. კი და ესეთი მომენტია, ხო თუნდაც ეგეთ სტერეოტიპების დამსხვრელის და მოქალაქეების ვიღაც ადამიანებს შორის ურთიერთობის დაახლოების თუნდაც, იმიტომ რომ ნახავდი რაღაც ბევრი იმდენად საერთოა. და საინტერესო არის მე აი ამ დროს ქართველებიდან რა როგორც ცდილობენ ხოლმე რაღაც რომ დაუმტკიცონ აფხაზებს ან გადაიყვანონ თავის აზრზე ან პირიქით ეს მომენტი რამდენად არის.
რა თქმა უნდა იყო ყოველთვის ეს მომენტი, როცა რაღაცას ისედით ვიყავით და იმ პროდუქტში სადაც მე ხალხებულობ მონაწილეობას პრინციპში ის მონაწილეები რომლებიც წლებიან პროცესში ჩართულები არიან კარგად გვესმის რომ ხარებს აქვს თავს პოზიცია და ესე გადაბირება ხოლმე საუბრებით არარეალური არის. ამიტომ სტატუსი არის ის საკითხი, რაზეც საუბარში ვერასდროს კონსენსუსს ვერ მივაღწევთ და ეს ვერასდროს არა, მაგრამ ამ ეტაპზე კონსენსუსს ვერ მივაღწევთ. იმიტომ რომ ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, მათთვის ეს არის დამოუკიდებელი, მათ თავს ხედავენ როგორც დამოუკიდებლებს. ამიტომ ამაზე საუბარი და ერთმანეთისთვის მტკიცება, რა თქმა უნდა, შედეგამდე ვერ გაგვიყვანს ამ ეტაპზე. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დავიწყეთ ვისაუბროთ იმ სხვა თემებზე, რომელიც რა თქმა უნდა, ღირებულებების რამდენად არის განსხვავება, არ ვიცი, მაგალითად, იგივე დემოკრატიას როგორ უყურებენ, ქალთა უფლებებს, ზოგადად ადამიანის უფლებებს, აი ამ მიმართულებით რა ხდება? გააჩნია, რა თქმა უნდა, რომელ ჯგუფთან საუბრობთ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ნამდვილად ძალიან კარგად ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები და იგივე ქალთა ჩართულობის მიმართულებით ცდილობენ იმუშაონ, თუმცა საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, ისინი ჩვენ ჩამოხრჩებიან რაღაც მიმართულებებში და ესეც მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად გამოცდილება გავაზიაროთ. ასევე როცა ამ დიალოგებს ვაკეთებთ ევროპაში, თავის მიზანს ემსახურება იმას, რომ ჩვენ მეგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ნახონ რა არის რეალურად ევროპა, ეს რა ღირებულებებს ვსაუბრობთ ჩვენ, რატო გვინდა ჩვენ დასავლეთი, რატო ავირჩიეთ დასავლეთი და ამით რაღაცნაირად მივცეთ მათაც мотивация, სურვილი გაუჩინოთ, რომ დასავლეთის მიმართულებით წარმოვიდნენ და მხოლოდ რუსეთზე არ იყვნენ სრულად მიჯაჭვულები. ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნამქანი, რომ ეს ვანახოთ რა ღირებულებებია, რისთვისაც ჩვენ გვინდა რომ დასავლეთისკენ წავიდეთ, რა ღირებულებებზე ვაშენოთ ჩვენს ქვეყანას და ეს ღირებულებები რაღაცა მათთვისაც გავხადოთ ხელმისაწვდომი და მათთვისაც ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვაქვს, მივცეთ, რომ ჩვენ გაცილებით მეტი შესაძლებლობები გვაქვს დღეს. ამ წლების მანძილზე ბევრ სფეროში ძალიან წინ გვაქვს წასული, მათ შორის ბოლოდაც მახსენდება ეს არის გარემოს დაცვის მიმართულებით ჰქონდა შეხვედრები და თვითონაც კი აღნიშნეს ბოლოს, რომ რამდენად წინ ხართ წასული და მთელი ევროპული სტანდარტების დანერგვა, იმ სტანდარტები, რა სტანდარტებითაც მუშაობს დღეს საქართველოში, ის მიდგომები, რა მიდგომებიც დღეს დანერგილია. ეს მათთვისაც იყოს სიახლე და ბუნებრივია, რომ ეს მნიშვნელოვანია, რომ მივაწოდოთ, რომ რა განსხვავება არის, განსხვავება უნდა ვანახოთ. მე მეჩნია, რომ ერთ-ერთი ამ კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა სწორედ ეს იქნება. ხო, საინტერესო არის საუბრობთ, რომ ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობის ამბები. როგორ მიდიან ისინი, როგორ ჩადიან ამ ქვეყნებში? სულთან ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენ არაღიარების პოლიტიკა გვაქვს, აფხაზური პასპორტები დიდად, ესე ვთქვათ, არ გამოიყენება, არ მიიღება ევროკავშირის მაგალითად წევრ სახელმწიფოებში, იმიტომ რომ ისინი არ აღიარებენ ამ შემთხვევაში აფხაზეთის დამოუკიდებლობას. როგორ ხდება ამ ადამიანების იქ ჩაყვანა? რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეობებს მათი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში ალბათ დეკლარირებულად ესე საჯაროდ არც იღებს და ამ ვერც იყენებენ, ამიტომ მაშინ როგორ ხდება ამ ადამიანების იქ ჩაყვანა? ეს ძალიან პრობლემური საკითხი არის, რადგან ძალიან ხშირად თვითონაც ამახვილებმა ყურადღებას განსაკუთრებით აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის, აფხაზებისთვის, რადგან მათ აქვთ რუსული პასპორტები, რომელიც გაცემულია სოხუმში ეგრეთ წოდებული რუსული საელჩოს მიერ, ეს საელჩოს არის ჩვენ არის თანამედროვე სხვა ქვეყნებიც არ აღიარებენ ბუნებრივია და ამიტომ მათ აქვთ გარკვეული სირთულეები. თუმცა როცა სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ხდება მათ შორის რაღაც გამონაკლისების დაშვება ხდება ზოგჯერ ქართულ მხარესთან შეთანხმებით, უმრავლესობა მათგანს აქვთ რუსეთში აქვთ მისამართები და ამიტომ მათ როგორც ჩვეულებრივ რუსეთის მოქალაქეები ისე იღებენ ამ რუსებს, თუმცა ბევრი სირთულეები აქვთ, რა თქმა უნდა, იმისთვის რომ ევროპაში გავიდნენ და მუდმივად ამ საკითხზე ისინი საუბრობენ, რომ მათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობა მიეცეთ, რომ გავიდნენ ქვეყნიდან, თუმცა არის რაღაც პრინციპული საკითხები, ბუნებრივია, რის გამოც მათ აქვთ ეს ბარიერები. მაყურებლის კითხვა საქართველოდან მონაწილეებს როგორ და ვინ არჩევს ამ შეხვედრებზე?
გაჩნია რომელ შეხვედრებზე საუბრობთ, სხვადასხვა ორგანიზაციებს აქვთ ხოლმე შეხვედრები, მათ შორის საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერაც ხდება. ჩვენ როცა გვქონდა, ამიტომ ზე არ აქვს, თუმცა რამდენიმე მოკლე პერიოდის წინ გვქონდა, ჩვენ ღია კონკურსი გამოვაცხადეთ და ღია კონკურსის წესით შევარჩიეთ ქართველი მონაწილეები. გაჩნია სპეციფიკა შეხვედრის, თემა შეხვედრის, თუმცა ჩვენ ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეს ინფორმაცია იყოს საჯარო და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ. შიდა აქტივობები გვაქვს სხვადასხვა, როცა ვსაუბრობთ კონფლიქტებზე და ამ შეხვედრებზეც ადამიანები, რომლებიც ესწრებიან, განსაკუთრებით ახალგაზრდა შეხვედრებზე მაქვს საუბარი, იქიდანაც ყოფილა, რომ იქიდან შევარჩიეთ, რომ ნახეთ, რომ ქართული იყო, დაინტერესებული იყო, ქონდა რაღაცნაირი ხედვები და ამ შეხვედრების შემდეგ მოვიწვით და დავპატიჟეთ. ანუ სხვადასხვანაირად არჩევს სხვადასხვა ორგანიზაციები მონაწილეებს. ჩემპიონატ გამოცდილებიდან არის ხოლმე პროექტები, თქვათ ჯერ სალექციო კურსს ესწრები, შემდეგ არ ვიცი, შეიძლება რაღაც ესე დაწერო, ან რამე პროექტი გააკეთო და შემდეგ მესამე ეტაპი არის თუ გამოჩნდა შენი აქტიურობა და წარმოაჩინე, რომ ესწრებოდი ამ ლექციებს, იყავი დაინტერესებული და ასე შემდეგ, მონაწილეობდი დისკუსიებში, არის უკვე ეს შიდა გადარჩევის ეტაპზე უკვე არჩევენ ამ მონაწილეებს. თუმცა ხო აი შერჩევას რახან მივადექით, ამასთან მიბმული არის უკვე მონაწილეების მომზადების საკითხიც. როგორ ამზადებთ მონაწილეებს თქვენ, ზოგადად ქართული მხარე და რაც გაგიგიათ თუნდაც მარტო თქვენი ორგანიზაციის მაგალითზე არა. როგორ ამზადებენ ხოლმე აფხაზეთში? ეს მნიშვნელოვანი კითხვა არის და პრინციპში მომზადება მნიშვნელოვანია და ეს ადამიანების მიდის მნიშვნელოვანია რომ რაღაც საბაზისო რაღაცების შესახებ ინფორმაცია გქონდეს მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ ქართული მხრიდან ნამდვილად შემიძლია თამამად თქვა, რომ არასდროს არ ვუდგებთ წინასწარ მონაწილეებს, რაზე უნდა ისაუბრონ კონკრეტულ რაღაც თემის ირგვლივ. ხშირად არის ხოლმე, რომ თქვათ მეორე მხრიდან ჯგუფი, მთელი ჯგუფი ერთ და იგივე აზრზეა და რაღაც ერთ და იგივე პოზიციას აჟღერებს. და ის რომ ჩვენ რაღაც განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობაც აქვს ჩვენი ჯგუფის წევრებს, გონია რომ ეს ზუსტად ჩვენი რაღაც ღირებულებების ზედა რაღაცნაირად არის აშენებული. თუმცა შიდა მუშაობა, საუბრები, რაღაც რა იყო წარსულში, რაღაცების გადააზრება, რაღაც ხედვების ჩამოყალიბება, როგორ ხედავთ მომავალში ამ ყველაფერს, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ საზოგადოების შიგნით. იგივე იქიდან რომ დავიწყოთ, რომ ძალიან ხშირად განსაკუთრებით ადამიანებსაც შეხება არ ქონია და ენაზე ვსაუბრობდით, ხო? ისიც არიციან და ბევრი შემთხვევა გქონია, რომ რა ენაზე უნდა დაელაპარაკოს მეორე მხარეს მყოფ ადამიანს. არსებობს რაღაც საბაზისო რაღაცები, რაზეც ალბათ აუცილებლად შეხვედრის წინ ჯგუფი უნდა გაიცნოს ინფორმაციას და უნდა გქონდეს რაღაც ბაზა, ის შემდეგაც უფრო ეფექტური იქნება მისი მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში. პრინციპში მანამდეც შენ ნაწილობრივ შეეხებათ, რომ შეხვედრის დროს რამდენად კოორდინირდებით ხოლმე ეს მხარეები, რაღაც არ ვიცი, თუ გაქვთ ეს მუდმივი რეფლექსია, რომ აი რა ვთქვით სწორად, რა არ ვთქვით სწორად, არ ვიცი და აი აფხაზური მხრიდან რამდენად დიდია ეს ზედამხედველობა რაღაც უფროსების და კოორდინატორების მხრიდან და მონაწილეებზე თუნდაც რაღაც შიდა კონტროლი. იცით რა, როგორც წესი, არაფორმალურ საუბრებში, რა თქმა უნდა, ჯგუფი უფრო გახსნილია ხოლმე და ამ დასაწყისად შეხვედრებზე, ეს ადელის დროს ან მოხდა რაღაც შეხვედრების დასრულების შემდეგ საუბრისას, უფრო მეტ ინფორმაციას გებულობ განწყობებზე, პოზიციებზე და ასე შემდეგ. და ეს მნიშვნელოვანია ეს არაფორმალური ურთიერთობა, რაც ამ შეხვედრების დროს ყალიბდება და გარდა იმ სამუშაო შეხვედრებისა და ფორმატისა, სადაც საუბრობთ და განვიხილავთ ამ თემებს, არაფორმალური ურთიერთობაც გვაძლევს დამატებით შესაძლებლობას, რომ უფრო ჩავწვდეთ იმას, თუ რა ხდება იქ. როგორც წესი, ჯგუფის პოზიცია პრინციპულ საკითხებზე, რა თქმა უნდა, არის ქართული ჯგუფი ყოველთვის განიხილავს, როგორც ვთქვი, სტატუსთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არ არსებობს. არც აფხაზურ და ოსურ ჯგუფში და არც ქართულ ჯგუფში, თუმცა არის სხვადასხვა საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ ვსაუბრობთ, სხვადასხვა გზები გვესახება, როგორც შეიძლება რაღაც ამ საკითხის ირგვლივ ვიმუშაოთ. და ეს ჯანსაღი პროცესია, მე მგონი, როცა აზრთა სხვადასხვაობა არის.
თუმცა მნიშვნელოვანია კონსენსუსის მიღწევა. ხშირად ყოფილა, რომ დიალოგის პროცესში რაღაც საკითხის ირგვლივ კონსენსუსი მიღწეული იქნება რაღაცებზე შევთანხმებულად, თუმცა სამწუხაროდ იმპლემენტაციის პროცესში უკვე როცა დავბრუნდით ჩვენს ადგილებში ყოფილა პრობლემები, იმიტომ რომ რაღაც თავს იჩენს სხვადასხვა სექტორებში. აი, საუბარი უკვე შემდგომ პროექტებზე, ხო, თქვა? ხო, თუნდაც შემდგომ პროექტებზე კი. აი, რამდენად რეალისტურად ხდება ხოლმე ერთობლივი პროექტები, აი, დავბრუნდით ჩვენ მხარეს პროექტის შემდეგ და რამდენად ვაკეთებთ მე რაღაც აქტივობებს ერთად, ან როგორ მიდის ხოლმე ეს? ძირითადად პარალელურ აქტივობებს ვაკეთებ შეხვედრების შემდეგ, როცა ადგილზე მიდის მუშაობა, შემდეგ შეხვედრები აზიარება, თუ როგორ წარიმართა ადგილზე მუშაობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არის ხოლმე შემთხვევები, როცა ძალიან ერთობლივი კვლევებია, თუმცა ეს ბოლოს ჯერდება. თუმცა როგორც თქვი, ძალიან დიდი სირთულეებია ამ მიმართულებით, იმიტომ რომ მათთვის რთულია იმის ახსნა საზოგადოებისთვის, რატო არის საჭირო ერთობლივი პროექტები ქართველებთან. ამიტომ ხო, არის ხოლმე რომ რაღაცები ხდება, რაღაცებს ვაკეთებთ, მაგრამ ამის მკაფიოდ თქვა, რომ ეს არის ერთობლივი ქართულ აფხაზური ან ქართულოსური პროექტი, ესე არ ხდება ხოლმე. და რა ეკვრება მაგალითად სამხრეთ კავკასიის პროექტი არის სხვადასხვანაირად ხდება ხოლმე დონორი ორგანიზაცია ვინ არის იმის მიხედვით რა ფორმატი არის ხოლმე ხშირად ფორმატები როცა ნამდვილად არის კავკასიური ფორმატი და ჩვენს გვქონდა რამდენიმე წლის წინ ესეთი რეგიონალური ფორმატი სადაც შეხვედრები გვქონდა ადამიანთა მონაწილეობას ღებულობდნენ საშუალო ყველა რეგიონში ეს იყო სოხუმიდან, ცხინვალიდან, თბილისიდან, ირევანიდან, ბაქოდან და სტეფანაკერტიდან მონაწილეები, ახალგაზრდები და ნამდვილად რეგიონალურად განმარტოთ, რომ სტეფანაკერტი არის ყარაბაღის მთავარი ქალაქი ასე. და ეს იყო რეგიონალური შეხვედრები, როცა ძირითადი აქცენტი მათ ქართულ-აფხაზურ შეთავებზე იყო, თუმცა ეს რეგიონალური ფორმატი იყო და უფრო საინტერესო იყო რაღაც მთელს რეგიონს განვიხილავთ და შემდეგ მუშაობაც ამ ფორმატებში გრძელდებოდა. არის სხვადასხვა ფორმატები, როცა ეს ფორმატები არ არის მხოლოდ ქართულ-აფხაზური, თუმცა არის ქართულ-აფხაზური პირდაპირ ფორმატებიც და არის რაღაც მექანიზმები, მათ შორის ახლა აქტიურად მუშაობს კობემი, რომელიც ნდობის აღდგენიანის პროექტებს უჭერს ორგანულ პროექტებს მხარს და ადამიანები მუშაობენ ამ მიმართულებით ერთობლივად. აი, სოციალურ მედიაზე ვახსენე და ზოგადად მე ონლაინ კომუნიკაციაზე და კვლევების შეჯერებაზე. ინტერნეტი არ ვიცი, რამდენად გიხმარება და რამდენად ხელს გიშლით ამ კონფლიქტების ამბავში, იმიტომ რომ აი ახსენეთ, რომ არის რაღაც კომენტარები, თქვენ სისხლს დავლებთ და ასე შემდეგ და არ ვიცი, რა შეიძლება რომ მაგალითად ქართულმა მხარემ გააკეთოს, რომ ეს ხო რისკია, ეს ხო თესავს თავის სიძულვილს ალბათ და რა შეიძლება რომ გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ნეგატივი რაღაცით დაბალანსდეს. რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევა, მგონი თანამედროვე გამოწვევა სოციალური ქსელები, რომ ამდენ პოზიტიურ როლს თამაშობს, ამდენ ნეგატიურს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ადამიანის რომელიც მშვიდობაზე მუშაობთ, უფრო ეფექტურად უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი. ერთმანეთს ეს არის ძალიან დიდი რესურსი, იმიტომ რომ არანაირი ბარიერები არ არსებობს პირდაპირ კომუნიკაციისთვის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეკონტაქტოს დღეს მეორე მხარეს ცხოვრება ადამიანს, გქონდეს რაღაცა დისკუსია, საუბარი დაიწყოს და ასე შემდეგ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, არიან ადამიანის ჯგუფები, ვინც ცდილობენ, რომ მოახდინონ რაღაცა ამ თემის კიდევ უფრო გაღრმავება რაღაც სიძულვილის და სიძულვილის საუბრით, ხელი შეუშალონ აი ესეთ ნდობის აღდგენის. ეს შეგნებულად ხდება? რთული სათქმელია, იცით, მე ჯერ არა მართლაც ჯერათ, რომ ეს არის სწორი პოზიცია და სწორი მიმართულება, რასაც თვითონ აკეთებენ და ეს ორივე მხრიდან არიან საქართველოშიც ჯგუფები, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ და აგრესიულები არიან მეორე მხარესაც ასე რომ ეს ჯგუფები მგონია რომ ყოველთვის იქნებიან და ჩვენ ვერასდროს ვერ შეგვიძლია გავაკეთოთ ისინი სოციალური ქსელიდან უბრალოდ მგონია რომ ადამიანები ვინც ჩართულები არიან ნდობის აღდგენის პროცესში სამშვიდობო მიმართულებით ისინიც უფრო აქტიურები უნდა გავხდეთ ალბათ სოციალურ ქსელში და რაღაცნაირად დავაბალანსოთ
ის აგრესია, რომელიც სხვადასხვა ჯგუფებში არის. თუმცა ამავდროულად ინფორმაციის მიღება, ინფორმაციის გაცვლა, კომუნიკაციის დამყარება ამისთვის ეს არის ძალიან შესაძლებლობა, რომ გვაქვს სოციალური ქსელი, ინტერნეტი და არ არის სირთულეები, რა სირთულეებიც თუნდაც 90-იან წლებში იყო, როცა ადამიანები ვერანაირად ვერ ახერხებდნენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტზე გასულიყვნენ. თუნდაც ძველი ნაცნობები და ძველი ნათესავები და ასე შემდეგ. ელიკო ძალიან საინტერესო არის, რას ვფიქრობთ, ძალიან ხშირად გაიჟღერა ამ თემამ, რომ რა საჭიროა ეს დიალოგები. როგორ უნდა ავუხსნათ მაგალითად ქართულ საზოგადოებას და ასე ახალ საზოგადოებასაც, ხო, რა შეგიძლიათ რომ უთხრათ, რომ რატომ არის ეს დიალოგები ჩვენი თემისთვის და მათი თემისთვისაც საჭირო, ვთქვათ, თანაბრად საჭირო, რა შედეგს მოუტანს. ჩვენ გასაგებია შეიძლება ვინდოდეს დაშოთ მათი შემორიგება და შემდეგ დაბრუნება, ხო, შემოbrunება აქეთ, მაგრამ იმათ რა ინტერესი უნდა ქონდეთ. მნიშვნელოვანი რამის გავუსვათ თანაბრად მნიშვნელოვანი და მეგონა ნამდვილად თანაბრად მნიშვნელოვანია ეს დიალოგი. ჩვენ საზოგადოებაშიც ძალიან ბევრს აქვს სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ რა საჭიროა ეს დიალოგები აფხაზეთთან და ოსეთთან, როცა არის რუსეთი, ტერიტორია არის ოკუპირებული და მათ გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და ჩვენ საზოგადოების შეგნითაც ხშირად გვიწევს საუბარი იმაზე, რატო ხედავთ დიალოგის საჭიროებას, რაში არის საჭიროება და ძალიან ბევრი ვისაუბრეთ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებაში რა დამოკიდებულებებია ამ დიალოგის მიმართ. თუმცა დიალოგის გარეშე შეუძლებელია რომ დავიწყოთ ურთიერთობები, არსებული ურთიერთობები გავაგრძელოთ, რაღაც კონკრეტული საკითხების ირგვლივ ვისაუბროთ, თუნდაც კონკრეტული ადამიანების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით ეს არის ცხადი. მეორე მხრივ ის მართლმხატველი და ის ბარიერები, რაც არის სწორედ ადამიანებს შორის პირისპირი კომუნიკაციის და კონტაქტების წინააღმდეგ რომ არის მიმართული, ეს მე მგონი არ ჭირდება ამას. დიდი მტკიცება და დიალოგი არის ნამდვილად ერთადერთი გზა იმისთვის, თუ გვინდა რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია და მოგვარებისაკენ წავიდეთ. სხვა გზას მე ნამდვილად ვერ ვხედავ ამ პრობლემის მოგვარების, თუ არა დიალოგი და არც არსებობს დარწმუნებული ვარ, ამიტომ დრო არ უნდა დავკარგოთ, იმიტომ რომ დრო ჩვენ სასარგებლოდ ნამდვილად არ მუშაობს. რამდენ დრო, ისედაც ბევრი წლები დავკარგეთ ჩემი აზრით და ეს შესაძლებლობები და შესაძლებლობების ფანჯარა სამწუხაროდ უფრო და უფრო ვიწროვდება და რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ნაკლები შესაძლებლობებია ამ დიალოგისთვის და დღეს ყველა რესურსი, ყველა გზა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავიწყოთ დიალოგი, დავიწყოთ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი და რაღაცნაირად თუნდაც ერთი ნაბიჯით დავუახლოვდეთ ერთმანეთს. ხო, აი, კარგი ახსენე შენ დროს ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობსო. რა განსხვავებას ხედავ მაგალითად ეს სხვადასხვა საკომუნიკაციო ჯგუფებს შორის ხდება, ხო, შეხვედრები, სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის, ხო, იქით ახალგაზრდები, იქით არასამთავრობოები, იქით თქვათ მეცნიერები და ასე შემდეგ, ხელოვანები. რა განსხვავებები არის ხოლმე ამ ჯგუფების ერთმანეთთან ურთიერთობებს შორის და რა ტენდენციებია? ურთიერთობებს შორის რა თქმა უნდა, ეხლა არის ძალიან დიდი სხვაობა, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ერთად ცხოვრების გამოცდილება აქვთ, ვერი პოზიტიური რამეც აქვს, თქვათ ახალ თაობას ძირითადად მეორე მხარეს უფრო ნეგატიურზე აქვს ინფორმაცია და ამ ნეგატიურ მომენტებზე უფრო მახლდება ყურადღება, ამიტომ მათ პოზიტიური რაღაცები ნაკლებად იციან, რა იყო თანაცხოვრების პროცესში. უბრალოდ თაობამ ეს ყველაფერი იცის და ამიტომ მათ ურთიერთობებშიც ვხედავ, რომ რადგან პოწლად განსხვავებები არის. ზოგადად რა განსხვავებებს ვხედავ, ახლა ძალიან ბევრი მუშაობა მიწევს, რაც არქივო მასალასთან 90-იანი წლების და ცოტა უფრო ადრინდელი პერიოდის და შემდგომი პერიოდისაც. რა ვუყურებ კონფლიქტის ომის დასრულების შემდეგ გაცილებით მეტი შესაძლებლობები იყო. ჩამოდიოდნენ თბილისში, აქ იყო დიალოგი, ჩადიოდნენ ადამიანების სოხუმში, იგივე ჩემი უფროსი თაობის კოლეგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ჩასულიყვნენ და იქ შეხვედრდნენ ამ ადამიანებს და აქეთ მოდიოდნენ და დღეს სამწუხაროდ ეს შესაძლებელი არ არის და აუცილებლად მესამე ქვეყანაში უნდა შევხვდეთ, თუ დიალოგი გვინდა, ან თუნდაც რომ გადავხედოთ აი ამ ომის შემდგომ პერიოდს, კარგად ჩანს, რაც უფრო მეტი წლები გადის, რამდენად უფრო და უფრო რთული ხდება მსგავსი დიალოგი და მსგავსი ურთიერთობები. ეს ალბათ აფხაზეთიდან გამომდინარე ისინი უფრო არიან უარზელი თბილისში ჩამოვიდნენ, ან ქართველები მიწვენ სოხუმში, ნუ ალბათ უფრო იმიტომ რომ თუნდაც მათ საფრთხეებასაც ვერ უზრუნველყოფენ იქ. რა თქმა უნდა, ხო,
პრობლემები ახლა მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ქართული მხრიდან ადამიანები ხან ჩამოდიან ახლა ძეგლის სამკურნალოდ ვახსენეთ და აქ არანაირი პრობლემები არ ექნებათ, თუმცა არ ბევრი ბარიერები სამხედრო. კერძოდ ჩამოსვლა ერთია და ეს უკვე რაღაც საჯარო ფორმატია, ხო, თითქმის, ისე ვთქვათ, პოლიტიკურ საზოგადოებრივ მნიშვნელობა აქვს ამ გვარვისიცეში. ნახსენებ კონკრეტულ საკითხებზე ჩვენ გადაცემის ბოლოსკენ მივდივართ, მაგრამ ნახსენებ რომ კონკრეტულ საკითხებზე უნდა დავიწყოთ მსჯელობაო. რა შეიძლება იყოს ის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც შეიძლება პირდაპირ მსჯელობა დავიწყოთ? პირველი გამგანი ეს უნდა იყოს ქალის მოსახლეობა და მათ წინაშე მდგარი პრობლემები, იმიტომ რომ ეს ადამიანები ნამდვილად არიან კონფლიქტის მსხვერპლი და ჩვენ რა თქმა უნდა რომლებიც დღემდე განიცდიან ძალიან სერიოზულად და მძიმედ იმ შედეგს, რაც ამ კონფლიქტმა და დაპირისპირებამ მოგვიყვანა განისწრახა გორის მოსახლეობასთან დაკავშირებით ჩვენ დიალოგი უნდა დავიწყოთ და ის საკითხები და ის პრობლემები, რაც მათ აწუხებს რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. არის ძალიან ბევრი სხვა საკითხები, ეს არის განათლება, ეს არის კულტურა, ეს არის გარემოს დაცვა, ეს არის ეკონომიური ურთიერთობები, რაც ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ჯანდაცვა, ძალიან ბევრი თემა. ალბათ ყველა სფერო და ყველა თემა, რაც კი შეიძლება რომ გაგვახსენდეს და ჩვენ და დავიწყოთ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა. ამ თემაზე თუმცა დაუსრულებლად შეგვიძლია საუბარი. ერთ შედეგი, რაც მე ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა და მეც მიმიღია რამდენიმე მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა, წიდან წლამდე განსაკუთრებით აფხაზ ახალგაზრდებში, ხო, იმატებს თუნდაც იმის შეგნება, რომ რუსეთიც არ არის ისეთი ერთმნიშვნელოვანი მოკეთე და ისინი ნელ-ნელა ხედავენ იმ პრობლემებს, რომლებიც რუსეთიდან გამომდინარეობს თვითონ აფხაზური საზოგადოებისთვის და იგივე აფხაზური იდენტობისთვისაც, რომლისთვისაც ისინი იბრძოდნენ და იბრძვიან დღემდე. და ალბათ ესეც არის აი ამ დიალოგის შეიძლება დამსახურება, თუ შეიძლება ასე ხმამაღლა ვთქვათ და ყოველ შემთხვევაში ეს საიმედო ტენდენცია არის ერთ-ერთი, რომ შეიძლება გაუცხოება არის ჩვენ თაობაში, თუმცა აი ეს შეგნება ნელ-ნელა კრიტიკული თვალით უფრო მეტად შეხედა რუსეთის ნომისადმი და იმისადმი თუ რა ღირებულებებს ამკვიდრებს იქ, რა მმართველობის სისტემას, ტოტალიტარიზმს თუ კორუფციას თუ ვინ მოყავთ მაგალითად აფხაზური მაგალითად მმართველობის სისტემისთვის, ხო იგივე კადიროვს ძალიან ხშირად მოიყვანენ მაგალითად როგორც აი ერთ-ერთ კავკასიელ ლიდერს, ხო, რომელიც ვიცით რომ საკმაოდ მძიმე ადამიანის უფლებათა დარღვევებში არის მხილებული და ბრალდებული და ასე შემდეგ. ყოველივე ამას ნელ-ნელა საზოგადოება იგებს, თუნდაც იგივე ასეთ დიალოგებში ალტერნატიული აზრის მოსმენის შედეგადაც იმედი მაქვს და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, მე იყოს წარმატებები მინდა ვუსურვო. ჩვენ კი ორი კვირით დაგემშვიდობებით, შემდეგ კვირას უკვე შემდეგ ქუჩაბას შეგეძლებათ ამ გადაცემის აუდიო ვერსია მოისმინოთ, ჩვენ კი გემშვიდობებით დროებით.